გამარჯობა, მე ვარ ნანა კელიხაშვილი და TripCamp's მოკლე ვიდეოების სერიაში მინდა მოგიყვეთ ნანოლენდის წარმატების ისტორია. ყველაფერი კი დაიწყო რამდენიმე წლის წინ, როცა გაიზარდა ქალაქგარეთ ბუნებაში დასვენების მოთხოვნილება. Ქონდა შიში გაამართლებდა თუ არა ჩემი ბიზნესი, მაგრამ კომფორტულად მოწყობილი გლემპინგი, გარშემო სიმშვიდე და იდეალური ხედი არც ერთ სტუმარს არ ტოვებდა გულგრილს. ბიზნესის დასაწყებად პირველ რიგში მჭირდებოდა ფინანსები, რისთვისაც ბანკის სესხი დავიხმარე. დავიწყე ნაკვეთის ძებნა, ძირითადი კრიტერიუმი მქონდა, რომ ყოფილიყო თბილისთან ახლოს, ადვილად მისადგომი და ლამაზი ხედებით. არჩევანი შევაჩერე ბაზალეთის ტბის მახლობლად და გადავწყვიტე ჩამედგა გლემპინგის ტიპის ნაგებობა. ბიზნესის დაწყება არ აღმოჩნდა მარტივი, იყო ბევრი დაბრკოლებები გზაზე, მაგრამ მაინც მივიწევდი წინ დასახული მიზნისკენ. ზუსტად ვიცოდი, რომ ვერანაირი პრობლემა ვერ შეძლებდა ჩემი ოცნებისთვის ხელის შეშლას. ზუსტად ერთ წელში გავაფართოვე ჩემი ბიზნესი, ამისთვის კი აწარმოე საქართველოს გრანტი დავიხმარე და დავამატე მეორე უფრო დიდი სამკუთხა ხის კოტეჯი, რომელიც 5 ადამიანზე არის გათვლილი. შემდეგ დავამატე კარკასული აუზი, ფანჩატური, მაყალი და გარემოსასვენებელი სივრცე, რომელიც 10-15 ადამიანზე არის გათვლილი. ორივეს აქვს იზოლირებული ეზო და ასევე საპარკინგი ადგილი, რომელიც რამოდენიმე მანქანას იტევს. ნანოლენდის წარმატება არის კარგი მაგალითი იმისი, თუ როგორ შეგიძლიათ ოცნება რეალობად აქციოთ, თუ კი წინ ივლით დასახული მიზნისკენ. აივლიდან კი ნახავთ, როგორი ლამაზი ხედია, შეგიძლიათ წიგნიც წამოიყვანოთ და სუფთითაზე ნამდვილად ვერავინ ვერ შეძლებს შეთვის მყუდროების დარღვევა.